გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს იონიის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. იონიის უნივერსიტეტის მუსიკისა და აუდიოვიზუალური ხელოვნების სკოლის მუსიკალური კვლევების დეპარტამენტის პროფესორები ზოი დიონისიუ და ალექსანდრა ბალანდინა გალობის უნივერსიტეტში ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. სტუმრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. ორი ლექცია 23 თებერვალს გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა. ალექსანდრა ბალანდინას ლექცია საბერძნეთში ტრადიციული ურბანული მუსიკის ჟანრებს ეხებოდა. შეხვედრას გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე, გალობის უნივერსიტეტის დეკანი ზურაბ წკრიალაშვილი და სტუდენტები ესწრებოდნენ. ბერძნული რებეტიკა და მათი საგანმანათლებლო და სოციალური ღირებულება დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, კრიტიკული პედაგოგიკა მოქმედებაში. ამ საკითხზე ისაუბრა ზოი დიონისიუმ. პროფესორები საქართველოში 28 თებერვლამდე დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტში ლექციები და შეხვედრები გაიმართება. გალობის უნივერსიტეტი მასპინძლობს ერასმუს პლუსის მასწავლებელთა და პერსონალთა მობილობის პროგრამის ფარგლებში საბერძნეთიდან იონიის უნივერსიტეტის ორ პროფესორს, ალექსანდრა ბალანდინას და ზოე დიონისიუს, რომლებიც ამ კვირაში ატარებენ ლექციებსა და ინდივიდუალურ შეხვედრებს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებთან. როგორც მოგეხსენებათ, ერასმუს პლუსი არის დიდი გამოცდილება ცოდნისა და გაზიარების ინსტიტუციებს შორის, როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის საფეხურის დონეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება, აი სწორედ ამ ვიზიტით, რომელიც შემდგომში უკვე შესაძლებლობას მიცემს ჩვენ სტუდენტებსა და ჩვენს პროფესორ მასწავლებლებს თავად ესტუმრონ იონიის უნივერსიტეტს და მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით გალობის უნივერსიტეტში, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით როგორც სასწავლო პროცესს, ასევე ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ საეკლესიო მუსიკას, რომლის სწავლება და შენარჩუნება ხდება სწორედ ამ უნივერსიტეტში. ეს გახლავთ ისეთი მუსიკალური ფენომენი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო ცნობადობასა და აღიარებას. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ერასმუს პლუსის მობილობის ფარგლებში ჩავატაროთ ლექციები, შევხვდეთ აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ასევე სამომავლოდ პროგრამაში სტუდენტების აქტიური ჩართულობა. ქართული მრავალხმიანობა ნამდვილად გახლავთ ისეთი მუსიკალური მოვლენა, რომელიც საჭიროებს დიდ მხარდაჭერას, შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით. ლექციებს რაც შეეხება წარვადგინეთ ბერძნული და ურბანული ფოლკლორული მუსიკა, ისეთი ფენომენი, რომელიც გახლავთ რებეტიკა, როგორ ფუნქციონირებს ის დღევანდელ ყოფაში, ახალგაზრდებში, სასწავლო რეალობასა და სწავლებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება თუ რა რეალობაში ფუნქციონირებს დღევანდელი ქართული ტრადიციული მუსიკა. გალობის უნივერსიტეტში სტუმრად ვიმყოფები მეორედ. პირველად მქონდა შესაძლებლობა 2025 წელს ყოფილიყავი აქ, როგორც სტუმარი. ამჯერად უკვე ერასმუს პლუსის მობილობის ფარგლებში ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იონიის უნივერსიტეტისთვის გალობის უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება, რადგან ქართული მუსიკოლოგია, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა გახლავთ ის ფენომენი, რომელიც საერთაშორისო მკვლევრებს ძალიან გვაინტერესებს. ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლება საეკლესიო მუსიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ ერთმანეთთან სტუმრობას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის მიღებას. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად შენობის ფასადი და შიდა სივრცე სრულად რესტავრირდება. მოეწყობა ახალი სახურავი და აღმოსავლეთის ავარიულ კედელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, აღდგება მარანი და ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი მოეწყობა. სახლ-მუზეუმის ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავთან დაკავშირებით
ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმის აღდგენა უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მომნახულებელი ეყოლება ამ ადგილს და ივანე ჯავახიშვილის საქმე საუკუნეებით გადაეცემა ახალგაზრდებს და მომავალ თაობას შეუნარჩუნებთ იმას, რაც ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საგანძურია. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს როგორც სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას, ასევე მისი ტერიტორიის კეთილმოწყობასა და ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის შესაბამისი სივრცის მოწყობას. მოცემულ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია, განხორციელებულია პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ტერიტორიაზე და შენობის საძირკვლის გამაგრების მიზნით მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობას, ასევე მოხსნილია კედლებზე გვიანდელი ნალესობები, გადახურვის გარკვეული ნაწილი და უკვე მომდევნო ეტაპზე დაიწყება აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ მუზეუმს ათეული წლებია არ ჩატარებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ნამდვილად სავალო მდგომარეობაში იყო. აქტიურ ფაზაშია სარემონტო სამუშაოები, ეს მნიშვნელოვანი არა მარტო ადგილობრივებისთვის და მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ როგორც სამინისტროს, აგრეთვე ძეგლთათვისის სააგენტოს ხელმძღვანელობას. სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი სახელწოდებით ჰაერის გზავნილი ადამიანებს გამოცხადდა. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია. ორგანიზატორთა განმარტებით კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სუფთა ჰაერის მნიშვნელობის გააზრება, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მეორედ ატარებს ამ ტიპის კონკურსს. პირველი ჩატარდა ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გეგმის ფარგლებში, ხოლო ეხლა მეორე ტარდება თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის ფარგლებში. ესე უნდა იყოს წარმოდგენილი პირველ პირში, ანუ ჰაერი როგორც მოსაუბრე და უნდა წარმოდგენილი იყოს პრობლემები, თუ რა პრობლემები არის დღეს ჰაერის მიმართულებით, როგორ არის დაბინძურებული და დანარჩენს უკვე ავტორებს მივანდობთ, როგორ მოგვიყვებიან ამის შესახებ. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგვიგზავნონ თავიანთი ნამუშევრები ჩვენს ოფიციალურ ელფოსტაზე. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც ჩვენს Facebook და Instagram გვერდებზე, ასევე ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩვენ მოუწოდებთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე დაინტერესდება აღნიშნული კონკურსით და მიიღებენ მონაწილეობას ამ მართლაც საინტერესო საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი გველოდება, რადგან წინა კონკურსის შემთხვევაში შემოვიდა დაახლოებით 300-ზე მეტი ესე და იყო ერთმანეთზე უკეთესი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრების მიღება 15 მარტს დასრულდება. გამარჯვებულები 3 აპრილს გამოვლინდებიან. მათ სასაჩუქრე ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცემათ.